ვფიქრობ, გუშინ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ყველაზე ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული ავაზაკური რეკეტი. Ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს ჩვენ საქმე, რასაც ვაკვირდებით აი ამდენი წლის განმავლობაში, მათ შორის ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ფაქტია, ხომ, რომ იმდენად გავლენებს ექვემდებარება სხვადასხვა ინსტიტუტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომ შეუძლიათ პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ის საკითხი, ვის კონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ყაჩაღურად მიისაკუთრონ და ასე შემდეგ. ანუ ხელის გულზედებს სინამდვილეში, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამ ცდილობებს ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებოდით. მათ შორის მაშინ, როდესაც ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო, გახსოვთ ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი, როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არ მყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში ზუსტად ესეც მიანიშნებს იმაზე, თუ რა ძალები არის ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად. ევროკომისიის პრეზიდენტს მიწერეს და ამ წერილში საუბარია, რომ საქართველოს თითქოს გვერდსული საქციებს და რუსეთს ეხმარება. ამ მიმართულებით მანამდე ჩვენ ვნახეთ სტატია, რომელიც დაიწერა მიგერის მიერ, რომელიც კავშირშია ვიქტორ პიკიანის ორგანიზაციასთან. აი ამ ფაქტორს თქვენ როგორ უყურებთ, რა შეიძლება იყოს მასთან კავშირში მყოფი პირის ინტერესი, თუ ზოგადად არის? პირველი, ყველამ იცის, რომ რა თქმა უნდა ტყუილი არის და ეს დადასტურდა არაერთხელ იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინის ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, მოუწია თვითონ ეღიარებინა შემდეგ ევროკავშირს, რომ არანაირი ფაქტი, ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდისავლისთვის. არადა კიდევ ერთხელ, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, არსებობს იმის რისკი, რომ ვიღაცამ შეეცადოს კონტრაბანდულად საქმიანობა. მაგრამ აი იმდენად აწყობილი არის კონტროლის სისტემა, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ გამოვლინდა. ანუ ეს არის ტყუილი. მეორე, რატომ უნდა სურს იპიპის ამგვარი ტყუილის გავრცელება საქართველოსთან დაკავშირებით? ესეც მე მგონი ცხადი არის, რომ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახდინონ ქვეყანას, მოიყვანონ საკუთარი მარიონეტული ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში. შესაბამისად, როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა. იპიპის როცა საუბრობთ, ფაქტია, რომ და ახლახან კიდევაც ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც მათთანაც ჰქონდათ შეხვედრები და დიდი ალბათობით მათი მონაწილეობით არის ამგვარი წერილი და მიმართვა შედგენილი. შესაბამისად, თუ კი ეს წერილი არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა, გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობის და ის ხალხი, ვინც ამას ჩართული იყვნენ, NGO-ები მათ შორის, რომელიც თავს იწონებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, არის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარება. ასე რომ სხვა შორის ასეთი მუხლები წაყენებული აქვს რამდენიმე პოლიტიკოს რადიკალური ოპოზიციიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს. აი ესეთი ფაქტებიც ხომ თავად აჩვენებენ საზოგადოებას, რომ მტრულ საქმიანობაში, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან უცხო ძალებს. ასე რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ამგვარი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების შემცველი წერილი არის მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომელიც ამას ჩართული არიან, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან. ყველა ვინც ჩართული არის ამ დეზინფორმაციული ნარატივის შედგენაში და მათ შორის ეს ეხება GeoCase-ის ამ თანამშრომლებს, ვინც ამაში არიან ჩართულები, ყველა ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. აი ეს არის ფაქტი და ამას უნდა გაუსწროს ყველა თვალე და მათ შორის ბატონი ყიფიანის მონაწილეობით, როდესაც ასეთი დეზინფორმაციულ ნარატივს ქმნი ხელოვნურად, ავრცელებ ხელოვნურად
და აძლევს საბაბს უცხო ძალებს, რომ შენი დეზინფორმაციული ნარატივის დაყრდნობით საქართველოს წინააღმდეგ თუნდაც წერილები წეროს და ასე თქვა, ცუდი პრესა შეუქმნა საქართველოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა თავისი პოლიტიკური დადვირთვა. კანონთან კონფლიქტში მყოფ ხელმძღვანელ მოზარდებს, აი რა გახდა ის მთავარი განგაშის სიგნალი, რატომაც დადგა დღის წესრიგში, რომ მართლაც ეს პრობლემა აქტუალურია და სამართლებრივი მექანიზმი სჭირდება და ადეკვატური პასუხი და ეს ხო გაიმიჯნა, რომ არა დარჩა, არამედ აი რომ მოვიწყებთ. უბრალოდ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფო კანონმდებლობა რეაგირებს იმ გამოწვევებზე, რომელიც წარმოიშვება ხოლმე და ფაქტია, საზოგადოებაც ამას აკვირდება, რომ სამწუხაროდ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც 14 წლამდე ასაკის მოზარდები ჩართული არიან ისეთ ქმედებებში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ერთი, მეორე ფაქტია, რომ სავარაუდოდ ეს არის დასული ადამიანებისგან წაქეზებით და რა თქმა უნდა ეს მეორე განზომილება, რომელზეც ასევე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომ ასეთი ორგანიზება და წაქეზება არ ხდებოდეს, მაგრამ გამოწვევა სახეზე არის. არიან არასრულწლოვნები, რომელსაც რამდენიმე ათეული ამგვარი დანაშაული ჩადენილი აქვს და გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება 14 წლის ასაკამდე, შესაბამისად დაუსჯელად ხდება ერთის მხრივ მოქალაქეების თუ სხვადასხვა ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული ესეთი ქმედებები. ეს ერთი, ეს არის ფაქტი. მეორე, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს ჩვენ საზოგადოებაში და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება, მათ შორის არასრულწლოვანების მხრიდან ჩადენილი დანაშაულით. აქ ჩვენ წავედით იმ გზაზე, რომ ავირჩიეთ ყველაზე გამოცდილი ვერსია, გერმანული ვერსია მიდგომისა, რომელიც გულისხმობს რომ 14 წლის ასაკამდე მოზარდებს რაც შეეხებათ, მათი არა დასჯა, არა სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება და ზრუნველობის პროგრამების მეშვეობით მათი დაბრუნება სოციალურად გამართულ ქმედებაში და კალაპოტში. სწორედ ამას ისახავს მიზნად ეს რეფორმა, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიზრუნოთ არასრულწლოვნებზე და გამომდინარე იქიდან, რომ რახან ეს 14 წლამდე ასაკის კონკრეტული მოზარდები ჩადიან ამგვარ ქმედებებს დანაშაულებს, სახეზე არის, რომ სავარაუდოდ ოჯახური გარემო, სოციალური გარემო, რაშიც ისინი იმყოფებიან, ვერ უზრუნველყოფს პრევენციას მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენისა. სახელმწიფო მათ რა თქმა უნდა არ უყურებს და არ შეხედავს როგორც სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს დასჯაზე კიდევ ერთხელ არავითარ შემთხვევაში დასჯაზე არ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე მზრუნველობა, მათი სოციალური გარემო ამ მზრუნველობას ვერ იჩენს და ვერ აკორექტირებს, ასე ვთქვათ, მათ ქცევას. სახელმწიფომ მულტიფუნქციური მიდგომით, ჩართული არიან როგორც სოციალური მუშაკები, ისე ფსიქოლოგები და სხვა შესაბამისი პროფილის წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დაკავშირებით აი რატომ დადგა ეს წესრიგში აი ამ გადაწყვეტილების მიღებაც ხო, ნუ ეს ჩვენ არაერთხელ ავხსენით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ 2006 წელს მაშინდელი ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით, ხელშეწყობით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ეგრეთ წოდებული ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები, რაც თავისი არსით უკვე იყო არა მხოლოდ კონსტიტუციის დარღვევა, არამედ ეს იყო ღალატი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმის გათვალისწინებით მათ შორის, რაც შემდეგ მოყვა ამ ყველაფერს. 2006-ში ჩატარდა უკანონო ანტიკონსტიტუციური სეპარატისტული არჩევნები სააკაშვილის რეჟიმის ორგანიზებით და ხელშეწყობით. 2007-ში ამ არჩევნების საფუძველზე შეიქმნა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ადმინისტრაცია. 2007 წელსვე აღდგა 1990 წლის ადმინისტრაციული საზღვრები
ამით შექმნეს ყველანაირი წინაპირობა მათ შორის სამართლებრივი მხრივ, იმით რომ ადმინისტრაციულ საზღვრები აღადგინეს და მეორე შექმნეს ის ესკალაციური გარემო, რამაც მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე. ასე რომ ეს არის ურთიერთდაკავშირებული ჯაჭვი ქმედებებისა, რომელიც დასრულდა 2008 წლის ომით, რამაც დამანგრეველი ეფექტი იქონია ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციის და რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების სახით. აი ეს მოიტანა აი ამ ქარაფშუტულმა ქცევამ ნაციონალურ მოძრაობის, კოკოითი ფანდარასტით რომ დადიოდნენ და სიმღერით და დოლით რო ეგონათ რომ ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენენ და ეს ხალხი დღეს კიდევ რო პოლიტიკაში არის, აი ესე ქარაფშუტობით ქვეყანა რო ომში შეიყვანეს, ეს არის იმის დასტური თუ რასთან ქონდა ჩვენ საქმე სააკაშვილის რეჟიმის სახით. შესაბამისად, შემდეგ მათ შორის აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის, რომ ის რაც არის რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეროვნულ ინტერესებს, ეს ჩვენ სამართლებრივ პოლიტიკურ ტერმინოლოგიურ სივრცეში არ დარჩეს და სწორედ ამას ემსახურება ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, თავად ამ ადმინისტრაციას, მის თანამშრომლებს, ხელმძღვანელობას წლების განმავლობაში ისინი კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ თავის საქმეს და რა თქმა უნდა, ყველას მადლობა ეთქმის, ვინც ამ გარემოების, თავადაც ამ გარემოების გარკვეულწილად მძევალი იყო იმ მხრივ, რომ არაკონსტიტუციურად შექმნილი ორგანო იყო. რა თქმა უნდა, მათ თანამშრომლებს მადლობა ეთქვით იმ საქმისთვის, რაც მათ გასწიეს ამ წლების განმავლობაში, თუმცა თავად ეს ორგანო, რომელიც სრულად არის ანტიკონსტიტუციური, თავად ეს მიდგომა, რომელმაც თავის დროზე მიგვიყვანა 2008 წლის ომამდე, რა თქმა უნდა, ითხოვს გადაწყვეტილებას და შესაბამისად საკანონმდებლო ქმედებას. აი, მოვა, აი იქით და მოვალ თქვენ. ამ თემაზე ყველას პირველი ჩვენ მოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ჩვენი გადაწყვეტილებები არ ემყრდნობა იმას, ვის მოეწონება, არ მოეწონება, გაუხარდება ან ეწყინება. მე მგონი ეს დადასტურდა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით ჩვენ არ უყურებთ საერთოდ ვინ როგორ უყურებს ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენ უყურებთ ქართველი ხალხი როგორ აღიქვამს ამ გადაწყვეტილებებს და ეს ქართველი ხალხის ინტერესშია და ქართველი ხალხის რეაქციასაც ხედავთ. ეს ერთი. მეორე მე კიდე ერთხელ მე ჩვენთვის არ არის გამსაზღვრე ჩვენთვის ხო რა გინდა თქვა თუ ქართველი ხალხი მარიონეტული რეჟიმი არის ქართველ ხალხს თუ მოსწონს იმიტომ ქართველ ხალხს თუ მოსწონს როგორ აკავშირებთ იმიტომ რომ ეს არის ყალბი შედარება ვინაიდან კიდე ერთხელ ჩვენთვის საზომი არის არა ის სხვა რა სიტყვის ჩვენთვის საზომი არის ის ქართველი ხალხი რა სიტყვის და სწორედ ეს რეაქცია ქართველი ხალხისა ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების ისტორიას. ერთი, მეორე, იკითხეთ რატომ აქამდე არა. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა თავისი მომზადება სჭირდება, მათ შორის გამომდინარე იქიდან რომ არ მოხდეს ასე ვთქვათ თავდასხმა ეროვნული ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებაზე. თქვენ ალბათ დააკვირდით და ამასაც ვთქვათ დააკვირდეთ. მე ვთქვი კიდევაც რომ თავის დროზე 2006 წლებში ეს ხელის გულზე დესვე ეს გადაწყვეტილება იყო გარედან ნაკარნახევი და ეს იყო სხვა გარე ძალების გეოპოლიტიკურ თამაში საქართველოს შესაძლო პაიკად ჩართვა. როდესაც ახლა ამ გადაწყვეტილებაზე გავაცხადეთ, თქვენ ალბათ დააკვირდით, რომ პოლიტიკოსების მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი რეაქცია არ ყოფილა. მაგრამ ალბათ ასევე დააკვირდით, რომ ვინ გამოიყვანეს ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ უცხოეთიდან დაქირავებული NGO-ები. პირველი, ვინც ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხედა, თქვა, რომ როგორ თუ კაცო ტერმინი როგორ შეიძლება ტერმინი სამხედროსეთი გავაკროთ ჩვენი სამართლებრივი სივრციდან, იყვნენ უცხოეთიდან დაქირავებული NGO-ები. და ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს,
რომ ეს პროექტი სრულად თავის დროზე იყო გარედან ნაკარნახევი პროექტი საქართველოს დიდ გეოპოლიტიკურ თამაში მსხვერპლად შესაწირად და პაიკად გამოსაყენებლად და ზუსტად ეს რომ დღეს არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რაიმე უარყოფითი არ თქვა და გამოიყვანეს უცხოეთიდან დაქირავებული რამდენიმე NGO, რომელსაც პირდაპირ საქართველოს ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთებინეს. აი ესეც არის რომ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას მომზადება სჭირდება, ყურადღება სჭირდება, მთავარი არსი არის რომ სწორი და არასწორი უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან. არასწორია, როდესაც ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას კონსტიტუციის მიღმა ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაკეთდა თავის დროზე და ამავე დროს გაკეთდა ისე, რომ ფაქტობრივად სეპარატიზმის ირიბი აღიარება გამოუვიდა, მოხდა მაშინ ხელისუფლების მხრიდან ერთი და მეორე ესკალაცია, რომელსაც ომამდე მიგვიყვანეს. აქეთა მოვა. ადმინისტრაციული ერთეული რომ უქმდება ცხინვალის რეგიონად იქნება მოხსენიებული ამიერიდან ეს ტერიტორია და ოპოზიციის ბრალდებებზეც უნდა კითხოთ. ოპოზიცია ამბობს რომ თქვენი ნეიტრალიტეტის გამოცხადებისთვის და ამ ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემისთვის ემზადებით და მოღალატეობრივ ქრონიკის დასასრულს უწოდებს ნაციონალური მოძრაობა მაგალითად ამ ნაბიჯს და როგორ ასმოთ ოპოზიცია. ხო, უპირველეს ყოვლისა ესეც არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ფაქტორი. მაშინ როდესაც ჩვენ არა მხოლოდ სახელმწიფო და ხელისუფლება, მოქალაქეებიც, ხომ? როდესაც სხვადასხვა უცხოელი, არ ვიცი, ან ორგანიზაცია იქნება თუ კერძო პირი იქნება თუ ჟურნალისტი იქნება, სამხრეთ ოსეთის ტერმინს იყენებს, ყველას ეს ცუდად ხვდება ყურშიც და გულშიც. და ვერ ვიღებთ ხო ამას? ვერ ვიღებთ, მიუღებელია ჩვენთვის და ვცდილობთ ზუსტად ამას ვაკეთებთ, მათ შორის არაღიარების პოლიტიკის ნაწილიც ეს არის, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი არავინ არ გამოიყენებს. ამის საპირწონედ, როდესაც ჩვენ სამართლებრივ სიმცირეში ასეთი ტერმინი ირიბად არის დამკვიდრებული, რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი. სწორი არის ცხინვალის რეგიონი და კიდე ერთი ხაზი რომ უნდა გაესვას. არაკონსტიტუციური ორგანო იყო ის, თუმცა ამავე დროს 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები, სადაც 4 მუნიციპალიტეტი არის არჩეული და ისინი რა თქმა უნდა ინარჩუნებენ საკუთარ სტატუსს და რა თქმა უნდა, ზუსტად ეს 4 მუნიციპალიტეტი, ახალგორი, ქურთა და ასე შემდეგ 4 მუნიციპალიტეტი არის არჩეული ხელისუფლება ცხინვალში და არის საქართველოს კონსტიტუციური ჩარჩოს გაგრძელება ცხინვალში. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში არის ეს 4 მუნიციპალიტეტი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის რომ სახელმწიფოს აქვს ამავე დროს პირდაპირი მმართველობა ცხინვალში. არანაირი სახელი უყურეთ კიდე ერთხელ 90-იან წლებში თავის დროს გაუქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და არანაირი რეგიონი იქ არ არსებობს და არანაირი ადმინისტრაცია, ასე ვთქვათ, არ არსებობს. ეს შეუძლია დააწესოს მხოლოდ კონსტიტუციამ და კონსტიტუციაში წერია, ზუსტად ამიტომაც წერია. უყურეთ, არა, ის საერთო არც არის საერთო. კიდე ერთხელ, ის არის მუნიციპალური დონე და რაც იყო შექმნილი ანტიკონსტიტუციური ორგანო, ეს არის არაფერს არ აერთიანებს, ეს ცალკეა. როგორც ახლა ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი ცალ-ცალკეა და არ არის წარმომადგენლობა, ეს იყო მთელი ანტიკონსტიტუციურობა, ეს იყო ზუსტად რომ შექმნეს როგორც არ ვიცი რეგიონი ან წარმონაქმნი კონსტიტუციის მიღმა, მაშინ როდესაც კონსტიტუცია ამბობს, რომ საქართველოს რეგიონული მოწყობა განისაზღვრება მაშინ, როდესაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. საჭირო კონტექსტთან დაკავშირებით მიდევ და შემდეგ მაშინ რომელიც ამ ცვლილებებს განიხილავს. თქვენი ოპონენტები ამ ცვლილებებს განსაკუთრებით იმიგრანტების ჩართულობის ნაწილს საპარლამენტო არჩევნებში
აფასებენ, რომ თითქოს მათი საარჩევნო ხმა იკარგება აი ამ პროცესში. ეს ყოველთვის არის სპეკულაცია, რატო პირველ რიგში და რეალურად რა არის სამსახურების პირველი, ჩვენ თქვით მიზეზები და ერთ მიზეზს გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, როცა საუბრობთ, რომ საზღვარგარეთ ყოფი ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან უცხო იურისდიქციაში, სადაც საქართველოს სახელმწიფო მათ ვერ იცავს. მათ შორის ვერ იცავს მათ ან შეზღუდული აქვს დაცვის შესაძლებლობა მათ შორის საარჩევნო უფლების მხრივ. და ჩვენ თქვით კიდევაც, რომ ნახეთ, რომ ერთი რომ სულ უფრო მეტად და მეტად იმატებს მსოფლიოში სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის ფაქტები, ამაზე საუბრობენ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ერევიან მათ არჩევნებში. და ამაზე რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვნახეთ 2022 წელს, როდესაც ჩვენ არჩევნებში უხეშად პირდაპირ ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ჩაერიან იმისთვის, რომ დაედოთ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი. არაფერს არ მოერიდნენ, პირდაპირ მათ შორის ევროკავშირის ელჩი ჩაერთო ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიაში, აგერ აქ მიტინგებს მართავდნენ მინისტრები უცხო ქვეყნების, ჩვენ ახლა როგორ ვანდოთ მათ, რომ მათ ქვეყანაში ჩვენს მოქალაქეებზე არ ექნება ზეწოლა, გავლენა იმისთვის, რომ მათთვის სასურველი საარჩევნო შედეგი დადოს. და ასწორია ამის ფაქტები არის. მე გუშინაც თქვი, ბატონი მიხაილ როთი, რომელიც გახდათ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი 2004 წლის 24 წლის არჩევნების წინ პირადად გერმანიაში, ბერლინში ჩაწერა ეს ვიდეო, ბერლინში ჩართული იყო ამომრჩევლების მობილიზება ზეწოლით. იმიტომ რომ აბა კაი დედმამიშვილი ხარ და გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენელი რო გეუბნება მოდი და ქართული ოცნების წინააღმდეგ მიეცი ხმა, კაი დედმამიშვილი ხარ, მე იქ ყოფი საქართველოს მოქალაქე და არ დაუჯერო გერმანიის ამ ხელისუფლების ამ წარმომადგენელს. ამ წარმომადგენელს არ დაუჯეროს და გაჩვენებთ როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. შემდეგ ჩართული ყავდათ მათ შორის საქართველოს მოქალაქეებივე, ნაციონალ მოძრაობის აქტივისტები და ასე შემდეგ, დიასპორა, პირდაპირ დიასპორა დააპირისპირეს დიასპორას და ჩვენ ნახეთ ფაქტები ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, სხვა ქვეყნებში, სადაც დიასპორისვე წარმომადგენლები ემუქრებოდნენ მათ, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერი იყო, ემუქრებოდნენ, რომ ისინი მათ ჩაუშვებდნენ სახელმწიფო დეპარტამენტში თუ სხვა უწყებებში ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მათი დეპორტაციისთვის და ერთ-ერთი ასეთი მათ შორის ესეთი საჯარო განცხადებაც იყო, სადაც ნახეთ, რომ ერთ-ერთი ქართველი იმუქრება, რომ მოკლედ ვიღაც აითვალწუნა როგორც ჩანს ქართული ოცნების ამომრჩეველი და იმუქრება, რომ არჩევნები ჩაივლის და ამ ადამიანზეც, არ ვიტყვი ხა სახელდაგვარს, ინფორმაცია მიეწოდება ყველას, მათ შორის გერმანიის მთავრობას. აი ასეთი მდგომარეობა ვითარება იყო 2024 წლის არჩევნების წინ, როდესაც მათ შორის დიასპორის წარმომადგენლები ზოგიერთი ნაწილი გადაკიდეს, წააქეზეს საკუთარივე თანამემამულეების წინააღმდეგ, რომ შავი სიები შეედგინათ და სახელმწიფო დეპარტამენტებში თუ საგარეო საქმეთა სამინისტროებში შავი სიები გაეგზავნათ იმ ქართველებთან დაკავშირებით, რომელზეც შეიძლება შემდეგ რაიმე ხინჯი მოენახათ მათი ყოფნის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით და დეპორტაცია მოეხდინათ. აი ამისგან დასაცავად არის მათ შორის ეს რეგულაციები და კიდევ ერთხელ მინდა მე დიასპორას მიმართო, რომ მათ შორის აი ეს რომ არ მოხდეს. რომ არ იყოს განხეთქილების ჩამოგდების სურვილი უცხო ქვეყნებში შიგნით ხელისუფლებების თუ სპეცსამსახურების მხრიდან, იმისთვის რომ ისინი გამოიყენონ იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, იმისთვის რომ დააპირისპირონ დიასპორა დიასპორასთან, იმისთვის რომ გახლიჩონ ჩვენი თანამემამულეები საზოგადოებრივ, აი ამისგან მათ ვერ იცავს, ვერ დაიცავს და როგორც ხედავდი ჩვენ თვალი დაუხუჭეს მაშინ გერმანიის ხელისუფლებამ თვალი დაუხუჭა აი ამ პირდაპირ ჩარევას არჩევნებში, ხო რეაქცია ხო არაფერი არ ყოფილა, თვალი ჩაუხუჭა გერმანიის ხელისუფლებამ ასევე თვალი დაუხუჭა პირდაპირ მუქარას ამომრჩევლებზე ზეწოლას. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას რომ ეფექტიანი ინსტრუმენტები გქონდეს უცხო ქვეყნებში, ამიტომ იმისათვის რომ მათ შორის დიასპორა იყოს დაცული წნეხისგან, ზეწოლისგან, ვინაიდან ისინი სულ უფრო მეტად და მეტად გახდებიან სამიზნე უცხო ძალებისა, რომ ისინი მათი გამოყენებით საქართველოში პოლიტიკური მათ მიმართ, ამ უცხო ძალების მიმართ ლოიალური და დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მოიყონოს, ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად
შემოგვაქვს წესი, რომელიც მოქმედებს ზუსტად იმ ქვეყნებში სხვათა შორის, სადაც ყავთ ძლიერი დიასპორა. სომხეთი, ისრაელი, ირლანდია, მალტა, ზუსტად ის ქვეყნებია, რომელს დიასპორა მათ შორის იმ ქვეყნების განვითარებაში წვლით შეაქვს, კონტაქტსაც არ კარგავენ, მაგრამ ზუსტად ასე იცავს სომხეთი, ირლანდიაც, ისრაელიც, მათ შორის თავის დიასპორის წარმომადგენლებს იცავს საზღვარგარეთ, რომ ისინი არ გამოიყენონ შემდეგ იარაღად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და არ ჩართონ პოლიტიკურ დღის წესრიგში უცხო ძალებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს ცვლილებები ემსახურება მათ შორის დიასპორის უფლებების დაცვას და მათგან წნეხის მოხსნას. აი თქვენ ამ თემაზე მოწოდება საქართველოში მეც შემიძლია ეს მოვისმინო და შეიძლება ჩემზეც კონდეს მას გავლენა ეს ერთის მხრივ მაინტერესებს რატომ არის გერმანია კიდევ ერთხელ ასევე მაინტერესებს აბა კარგი ბიჭი ხარ და არ დაუჯეროთ რაღაცა საკუთარ რომ არ დაუჯერო ვინმა მოწევს ახლა მიხალ როც გერმანიაში მე დაუჯერებ თუ არა პირველი რომ და მისი სასურველი ერთი რომ მონაწილეობის მიღება არჩევნებში, მეორე მისი სასურველი არჩევანის გაკეთება არ გაკეთების საკითხი. კი ბატონო, ატარებს, მაგრამ რა ვიცით, რა ზეგავლენის ბერკეტი აქვს ამ ადამიანებს და თავად ეს ფაქტი, თავად იქ შედეგი ვინ როგორ მივა და იქ როგორ გადაწყვეტს სხვა საკითხია, თუმცა ის უმკვეთ ცდილობენ ზეწოლას და წნეხს, ეს ფაქტია და კიდევ ერთხელ ქვეყნის შიგნით საქართველოს კანონმდებლობა მათ შორის ითვალისწინებს ამორჩევლზე ზეგავლენას დასჯას, ამორჩევლის მოსყიდვას და ასე შემდეგ. ამას ყველაფერს ითვალისწინებს და საქართველოს სახელმწიფო პასუხისმგებელი არის, რომ უზრუნველყო საკუთარი მოქალაქეების დაცვა ჩარევისგან. გერმანიაში პირდაპირ მუქარა იყო მათ შორის ქართველი სხვა ემიგრანტის მხრიდან, რომ აი ხა ეს არჩევნები ჩაივლის და მათ შორის ამ ადამიანზე ინფორმაცია მიეწოდება ყველას, მათ შორის გერმანიის მთავრობას. რაიმე გერმანიის ხელისუფლებამ რამე გააკეთა, რომ ეს ადამიანი გამოევლინა და ეთქვათ, რომ ეს პირდაპირ მუქარა ყოფილიყო. რაც შეეხება თავად ფაქტს, კიდევ ერთხელ გითხრათ, მიხაილ როთმა 2024 წლის არჩევნების წინ ჩაწერა ვიდეო მიმართვა და მათ შორის მოუწოდებდა საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში და სხვაგანაც მოუწოდებდა, რომ როგორ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, მოუწოდებდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მიეცათ ხმა და ამას აკეთებს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სახელისუფლებო პარტიის წევრი მიხაილ როთი იმ დროს და რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანებს შეიძლება მათ შორის გერმანიაში თუ სხვა ქვეყნებში სხვა პირებისგან ზეწოლის შემთხვევაში, როდესაც შეიძლება ადამიანს თვითონაც ეჭვი ეპარებოდეს, რომ ან მქონდეს შიში იმის, რომ შეიძლება მოუძებნონ რაიმე საბაბი იმისთვის, რომ მისი სამართლების სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. რა თქმა უნდა, როდესაც ხედავს, რომ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენელი პირდაპირ ეუბნება, რომ აბა ქართველებო გერმანიაში, ეხლა დაეწყვეთ, დარეგისტრირდით და ოცნების წინააღმდეგ მიეცით ხმა? მიანე ხმა? უყურეთ, თავად ეს ფაქტი, თავად დაზაფრვა, ვიღაცას მე მოატყუებენ, რომ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, ვიღაცა დაიჯერებს, ვიღაცა არ დაიჯერებს. მაგრამ ეს რომ რა მაინტერესებს, ხო თქვენ ხო საქართველოს მოქალაქე ხართ. აი, საქართველოს მოქალაქე, თქვენ ეს საერთოდ რაიმეში ჯდება, რომ უცხო ქვეყნა არ მოგწონთ. ეგ მაინც მითხარით, რომ არ მოგწონთ. მოდი, აბა თქვი, მოდი დაგმეთ. კარგი, დაგმეთ. მოგწონთ. როგორც ჟურნალისტი ხარ, კაცო, ეს ამბავი უნდა ისედაც უნდა იცოდე. ნახით, მიხაილ როტის ტვიტი 2024 წლის 1 ოქტომბრის ტვიტი გადაამოწმეთ და ნახავთ ყველა. მოკლედ დავგვეთ, ორივე დავგვეთ მიხაილ როტი, რაც უკვე კარგია. მოკლედ თუ კი მართალია ეს ყველაფერი თქვენ გბობთ. რა თქმა უნდა, უყურეთ.
არა, იმიტომ თქვენ არ გეშინიათ თუ დეპორტაციას მოახდენენ გერმანიაზე თქვენ და. იმიტომ თუ ხართ გერმანიაში, თუ ცხოვრობთ გერმანიაში, საქართველოს მოქალაქე და გაქვთ შიში, რომ შეიძლება თქვენს წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენონ და საბაბი მოგიძებნონ და სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დაგიყენონ და ამას როცა ამბობს იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ აბა მიდი ახლა და მიეცი ხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ და ამის შიში გერმანიაში არა, უყურეთ ცესკო ატარებს ამას საარჩევნო უბანში, რომელიც იხსნებოდა საელჩოებში. მაგრამ უბნამდე რაც ხდებოდა, იმაზე ზეგავლენა ქართულ სახელმწიფოს არ აქვს. მოკლედ გავაგრძელებთ მიხაილ როზს. აი პირდაპირ. მოდი შეთანხმდით. დაკავშირებით სანქცირებული პირის ჩასმა იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ამ ფონზე მართლობუნჩი ამბობენ, როდესაც ადეიშვილი არის ხოლმე ევროკავშირში ვიზიტით, ამაზე არ აქვს პრობლემა და მეორე კითხვა აქ მინდა დავსვა თქვენ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობაზე, სადაც შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთთან იმაზე მეტი ივაჭრეს, ვიდრე დაეხმარნენ უკრაინას და ამ ფონზე თქვენ ამბობთ, რომ ქართველების ფულინგი პირველი რაც შეეხება ადამიანის უფლებების საკითხებზე დიალოგს, ხო? უყურეთ, ეს ხო ის თემა არის, რომელზეც რომ ვკითხო ბრიუსელს, ყველაზე მეტი საპრეტენზიო შეიძლება გქონდეთ და რომ ვკითხო ბრიუსელს, იქ რომ ჩავიდოდა ჩვენი დელეგაცია, გაატარებდნენ, ასე ვთქვათ, წნეხის ქვეშ და ფაქტებზე დაუდებდნენ. ეს ხო იქნებოდა, ესე რომ შევხედოთ, მათთვის უნდა ყოფილიყო ტრიუმფი, რომ აი ჩავიდა ქართული დელეგაცია და ადამიანს სხვა ხო სალაპარაკო ჩვენთან დაკავშირებით არ აქვს პრეტენზიას, ხო ვერაფერს ვერ გვიყენებენ ვერც ეკონომიკაზე, ვერც ინსტიტუციებზე, ვერც იმაზე. ერთადერთი რაზეც განანდა, იმიტომ რომ არის ასე ვთქვათ, შეუძლიათ უარგუმენტოდ ისაუბრონ, არის ასეთი აღქმა, არის ასეთი შთაბეჭდილება და აი ამ დონეზე შეუძლიათ გავიდნენ. ეს არის ერთ-ერთი თემა. ჩავიდოდა დელეგაცია და ხო იქნება უნდა ყოფილიყო მათი ტრიუმფი, რომ აგერ უთხეს ყველაფერი მზია ამაღობლიდან დაწყებული და მეთი ხაბეიშვილი დამთავრებული, ხო? ხო მათი რო ვკითხო, მათთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა და იცით რატომ არა? იმიტომ ზუსტად იციან. მათ შორის იმ კონტაქტებიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ ზუსტად იციან, რომ რასაც იტყოდნენ, ყველაფერზე არსებობს პასუხი არგუმენტირებული. ქართული კანონმდებლობით, საერთაშორისო კანონმდებლობით, სტრასბურგის პრაქტიკით. ყველაფერზე არსებობს პასუხი და მოუწევდათ გაჩუმება ამ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამას გაექცნენ სინამდვილეში და ამიტომ ჩაშალეს და რო ვერ მოძებნეს სხვა მიზეზები, ამიტომ ჩაშალეს ეს შეხვედრა, რომ გაქცეოდნენ ამ საუბარს და მხილებს მათივე ბრიუსელის მიერ აწყობილი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივების მხილებას და შემდეგ ახლა არ ვიცი შემოვლითი გზებით რაღაცა საბაბებს ასახელებენ, ხო? ოფიციალური განცხადება ჩვენ არ მოგვისმენია და სადღაცა ჟონავენ, ნუ ეს კიდე საერთოდ ცალკე მოვლენა არის. ამხელა ინსტიტუცია ბრიუსელი არის და ასე ჟონავს. ხან ერთი მხრიდან გამოჟონავს ინფორმაცია, ხან მეორედან გამოჟონავს ინფორმაცია, თუ სათქმელი აქვს თქვი. მართლაც გუშინ ჩემო კოლეგა თქვა, ერთი ადგილი უნდა გქონდეს და თქვი მაშინ თუ ამ სათქმელი გაქვს რამე. თქვან თუ რამე პრეტენზია აქვს და ეს გამოჟონვა რომ იქ შეიძლება ვიღაცა მოსწონდათ, არ მოსწონდათ, ეს კიდე საერთოდ რა დონე არის ურთიერთობებს, არ ვიცი, მაგრამ ჩავთვალოთ რომ რაღაც ესეთი ჭმუნვები ქონდა ვიღაცას ბრიუსელში. ვინ გველაპარაკება? ის ბრიუსელი, რომელსაც ადეიშვილი რამდენიმე თვის წინ კაბინეტში ეჯდა? წამების სისტემის შექმნელი კაბინეტში და ეს ბრიუსელი რაიმე საქართველოში ვინმე შეიძლება ასეთი საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ისეთ იმაზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე ზურაბ ადეიშვილს. წამების სისტემის შექმნელი ეს ადამიანი ეჯდათ კაბინეტში პირდაპირ, როგორც საუკეთესო პარტნიორი. ვინ გვეუბნება, რომელი ბრიუსელი გველაპარაკება ჩვენ რაღაც ვინმეს მიუღებლობაზე, მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციაში რო წერეს, რომ ეს არის დემოკრატიის შუქურა და მიხეილ სააკაშვილი რომ ბრიუსელის კორიდორებში დადიოდა. ესენი როგორ ბედავენ საერთოდ რომ ისაუბრონ რაიმე ღირებულებებთან დაკავშირებით ზურაბ ადეიშვილის ჩამხუტელი ადამიანები. ამიტომ ფაქტი ერთია, ხელის გულზედესო ეს რომ ბრიუსელი გაექცა, იმიტომ რომ არ არსებობს თემა, რომელზეც არ არსებობს არგუმენტირებული პასუხი და ეს ცრუ ნარატივების აგებული შენობა ხუხულასავით ჩამოეშლებოდა ამ დელეგაციის პერსპექტივაში. მაგაზეს გეტყვით თუ გინდათ, მაგაზეს გეტყვით რა დავიცე. გეტყვით. საფრანგეთის საელჩოში შეხვედრა
ხო, რაც შეეხება ვაჭრობას, ხო, ბოდიში მეორე ნაწილი. რაც შეეხება ვაჭრობას, ხო, თავად ამასაც ჩვენ ხوار ვართ გუშინ ნახეთ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ჩემსავით ფურცლით და წარმოადგინა სქემა, რომ ევროკავშირმა 2022 წლიდან ომის დაწყების მომენტიდან ევროკავშირმა უკრაინას გადაუხადა 180 მილიარდი ევრო, ხოლო რუსეთს 310 მილიარდი ევრო. 130 მილიარდი ევროთი მეტი გადაუხადა რუსეთს, ვიდრე უკრაინას. და ეს ხალხი ჩვენ რაიმე საყვედურს გვეუბნება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობასთან დაკავშირებით, ხალხი რომელიც ლიტვა რომ ნომერ პირველი ქვეყანა გახდა ღვინის ექსპორტით რუსეთში, ერთი მტევანი ყურძენი რო არ მოდის იმ ქვეყანაში, ჩვენზე მეტი რო ღვინო შეაქვს და ჩვენ გვეუბნებიან საყვედურს, ღვინო რატომ შეაქვს ქართველ გლეხს რუსეთში. ასე რომ, რა თქმა უნდა, ასეთ საყვედურებს არ მივიღებთ. ასეთ საყვედური უპირველეს ყოვლისა აჩვენებს, რომ ეს არის ფარისევლობის პიკი, რასაც ჩვენ დღეს ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ ხედავთ. საფრანგეთის ელჩში შეხვედრასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაციით ზედი გაპანეცეს შეხვდა საფრანგეთის ელჩი, თუმცა ეს შეხვედრის დეტალები არ დასაჯაროებულა ორივე მხარეს მიმართეთ კითხვით, თუმცა კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. იმ გასულ კვირას ასევე ელჩი შეხვდა ფარულად საკუთარ სახლში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ამ დრომდე არც ამ შეხვედრის დეტალებზე მეერთვის ცნობილი ინფორმაცია. აი როგორ შეაფასებთ ამ შეხვედრებს, ფარულ შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს? პირველი, ნებისმიერი ქვეყნის ელჩი თავისუფალია შეხვდეს იმას, ვისაც სურს, უნდა სახლში, უნდა საელჩოში. მეორე, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის ელჩი ხვდება რადიკალებს, ის ასევე უნდა შეეგუოს, რომ ამას მოყვება შესაბამისი შეფასება საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ეს არ არის ცალმხრივი გზა მოძრაობის, ეს არის ორმხრივი გზა მოძრაობის. თუ კი რომელიმე ელჩს სურს, რომ კონდეს პირადი კონტაქტი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა შეხვდეს, მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, რაც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში მონაწილეების. ხო, ჩვენს არ ვიცი მედიას რო შეხვდა, თუ არ ვწდები, შეხვდა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის კუთვნილ მედიას. ხო, ესეც ხომ აჩვენებს სელექტიურ მიდგომას, რომ მაგრამ ეს კიდევ ერთხელ მისი არჩევანია, მისი თავისუფლება არის. სხვა ჩვენს ესეც არის ვენის კონვენციის ნაწილი, რომ მას შეუძლია შეხვდეს ვისაც უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა მოისმინოს, ამიტომ უნდა მაგრამ არა შეხვდეს ვისაც უნდა, მაგრამ მე ნურავის ნუეწყინება ჩვენ თუ ამასთან დაკავშირებით განცხადებას გავაკეთებთ. ეს არის სამართლიანი თამაშის წესებით. ეს არის თანასწორობის წესები. ვისაც უნდა შეხვდეს, ჩვენ ჩვენსაც ვიტყვით. ზოგადად ზოგადად რა თქმა უნდა გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი არის და უმჯობესი იქნებოდა რომ ამ ხრივ გამჭვირვალე იყოს ასეთი სახის კონტაქტები, თუმცა კიდევ ერთხელ მისი არჩევანი არის, რაც უფრო ფარულია, მით უფრო მეტ კითხვებს იწვევს ხოლმე, ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა, როდესაც ადამიანს თუ სურს, ელჩს თუ სურს, რომ პოლიტიკოსებთან კონდეს, უბრალოდ მედიის ტყავში დაფარულ პოლიტიკოსებს თუ NGO-ების ტყავში დაფარულ პოლიტიკოსებს შეხვდეს, რა თქმა უნდა, იქ პოლიტიკური შეფასებები ამას მოყვება. არანაირი რისკი არ არის. ნუურევთ ერთმანეთში ორ თემას ნუურევთ, არის საქმეების ელექტრონული განაწილება, აქ არაფერი არ იცვლება, საქმეები ნაწილდება ელექტრონულად და ეს კონკრეტული საკითხი ეხება სპეციალიზაციის საკითხს, როცა მიმაგრება ხდება რომელიღაც თქვათ შრომით დავები განიხილოს რაღაც მომენტში. აქაც საკითხი არის ის, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ უფრო კომპეტენტურმა ადამიანმა განიხილოს, ვინც და ამ მხრივ, ანუ ვთქვათ, ლოტოტრონსკი არ უნდა მივანდოთ ის საქმე, რომ ვთქვათ, შრომითი დავების განხილვა კონკრეტულ სასამართლოში რომელ მოსამართლეს დაეკისროს, არამედ კომპეტენციის შესაბამისად გადაწყვიტოს იუსტიციის უმაღლესო საბჭომ. ასე რომ პირიქით ეს სწორი მიდგომაც არის.
რა გითხრათ ახლა ზოგადად ეს ლოტოტრონები და ასე შემდეგ ხედავდი ჩვენ რომ რაღაცნაირი ფეტიში არის იყო ხანდახან გარედან რეკომენდაციების და რაღაც პროცესებმა თავისი ასახვა კანონმდებლობაში ნახა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა დამეთანხმება, რომ ეს უფრო ლოგიკური და უფრო ადეკვატური სისტემა არის, როდესაც ხო და საქმე არ არის სპეციალიზაციას საქმე სხვა არა საქმის განაწილება სხვა რამე ან საქმეები შემოდის ისინი ელექტრონულად ნაწილდება სპეციალიზებითაც და იმითაც საქმე ზოგადად ამ საქმე რაზე აი გეტყვი მაგალითად შეიძლება არა საქმე კი არ უნდა სპეციალიზაცია აი მაგალითად შეიძლება რომელიმე საქალაქო სასამართლოში არის შრომიდავებს განიხილავს პირობითად 3 მოსამართლე ერთი მოსამართლე გავიდა სადეკრეტო შებულებაში ან არ არის ასე შემდეგ საქმეები ბევრია და საჭიროა რომ იქ დაახმარო ადამიანი აქამდე იყო რომ ლოტოტრონით ამოვარდებოდა და ვიღაცა შეიძლება თქვა სისხლის ან სხვა სპეციალიზაციის ადამიანი რომელსაც შეიძლება არ ქონდა იმდენი გამოცდილება მომხდარიყო რომ იქ მოსამართლედ და ახლა სისტემა არის რომ იუსტიციის საბჭო იტყვის რომ გჭირდება იქ დამატებითი ადამიანი თუ ბევრი საქმე არის ნუ ისედაც გასაგებია თუ 3 იყო და 1 გამოაკდა და იტყვის რომ აი ამ სასამართლოში თუ არ ვიცი როგორც არის სასამართლო კონკურსში ეს ადამიანი არის გამოცდილი ის შეძლებს ამას რომ იმის თანხმობაც არის საჭირო ასე რომ ყველაზე ლოგიკური და არ ვიცი მე მგონი გამართული სისტემაა თქვენ ისაუბრეთ წერილზე, მაგრამ მე მაინტერესებს რეზოლუციაზე, მაშინ როდესაც ნაციონალური მოძრაობა კვლავ ამბობს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან იყო ეს რეზოლუცია დაინიცირებული და ამ დროს იყო IPP-ის მხრიდან რეზოლუცია, სადაც საუბარი იყო დემოკრატიის უფლისწულზე საქართველოში. მსგავსი დეზინფორმაცია რაც მსახურობდა. ნუ კიდევ ერთხელ ხა ეს რა გითხრათ ხა ბავშვური ტყუილი რომელიც აცბუძრაობის წარმომადგენლებმა იკადრეს, ეს ხო მაგაც სტილი არის, რომ მნიშვნელობა არ აქვს. იტყვიან ტყუილს, შენეგონი ხილება მოხდება ტყუილის, არადარდებთ ხარ, საკუთარი რეპუტაცია, სანდოობა, ეს ყველაფერი არადარდებთ. ასე რომ, არ ვიცი, ბავშვური ტყუილია, რომელიც რამდენიმე წუთში იქნა მხილებული, რომელიც გახდა ჩვეულებრივად IPP-ის პარტიული დოკუმენტი, რომელიც როგორც ყოველთვის სავსე არის დეზინფორმაციული ნარატივით. IPP-ის რეზოლუცია მიიღო IPP. მოკლედ, ახლა ერთი წინადადება ხო შეუძლია თუ გამართულად თქვა ან რომ IPP არის პარტია და პარტიამ რაღაც თავის დოკუმენტი მიიღო. მორჩა, არანაირი ეუთოს, რა ვიცი მე რაც ხო რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადაც მისული არის ბრიუსელი და ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები, როდესაც ყველაზე თუ ერთ-ერთი თუ რა ვიცი, ყველაზე მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება არის ღირებულებით კრიზისში და დიქტატორის მხარდამჭერი არის, რაღაცა უნდა ვისაუბროთ საერთო ჯამში. უპირველეს ყოვლისა მეორე კანონს რეალურად არც უმუშავია და ეს სისტემები რაც არის დევნილთა დასახმარებლად სხვანაირად არის აწყობილი, ასე რომ ამ მხრივ რაიმე შინაარსობრივი ცვლილება არ არის. შესაბამისად, ამას იმდენად დატვირთვა დევნილებისთვის არ აქვს ამ კანონს. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, კიდევ ერთხელ ის რაც არის ჩვენს ხელთ და სადაც შეგვიძლია ჩვენ რომ გამოვასწოროთ ის რაც არასწორი არის, ამას ჩვენ ვაკეთებთ. და რეფერენდუმზე ერთი კითხვა მაქვს არჩევნებთან ერთად. ზუსტდება იქაც ტერმინი მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმის ნაცვლად იქნება. სწორი ტერმინია, ნუ ეს სწორი ტერმინია უფრო საზღვრებში. ნამდვილად იგულისხმება კონტროლირებადიც და კი, რა თქმა უნდა, ჩვენი საზღვრები არის ჩვენი საზღვრები. ვიძინა ივანიშვილზე მქონდა კითხვა, თქვენ ისაუბრეთ ადვოკატის წერილზე. ამ წერილში ჩვენ ფაქტობრივად ვიგებთ, რომ ვიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართაც არსებობს ეს ამერიკული სანქციები და შვეიცარიულ ბანკში მათი ფული არის გაყიდული. და სულ ყოველთვის როცა ივანიშვილის სანქციებზე ვისაუბრებთ, ყოველთვის გვესმის თქვენგან, რომ სანქციები არ მუშაობს, რომ რამდენიც არ ახდენს, რომ ნუიდარდებთ
ივანიშვილი არ დარდობს, მაგრამ თუ არ არის პრობლემა, თუ არ მუშაობს სანქციები, ამ ხელა პრობლემები როგორც შეიქმნა მეცნიერ ივანიშვილის ოჯახს. და არა მხოლოდ მას, არამედ მთელს ოჯახს აქვს შეზღუდული წვდომა ფინანსურ რესურსებზე. და ნიშნავს თუ არა ეს, რომ რეალურად სანქციებს აქვს გავლენა და აქვს ასევე რა თქმა უნდა არ აქვს გავლენა. გავლენა რო ქონოდა, საქართველოს დღეს იქნებოდა ნაომარი დანგრეული ქვეყანა. რისთვისაც სინამდვილეში ხდებოდა ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და ზეწოლა ხდებოდა არა მასზე პიროვნულად იმისთვის რომ მის მიმართ პიროვნული ინტერესი ჰქონდა. ხდებოდა ზეწოლა მასზე იმისთვის რომ გამოეწვიათ პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების, რომელიც დაგვირგვინდებოდა ნაომარ ქვეყნის სტატუსში და ვიქნებოდით 90-იანი წლების მდგომარეობაში. როცა სანქციების მოხსნა სიტყვის ქართული ოცნება და უკმაყოფილებას ამ მხრივ თავისთავად. ნიშნავს თუ არა, რომ მას რეალურად ექმნება პრობლემები. ამ შეიძლება გავლენას არ ახდენდეს აი ასეთი გლობალური თქვენ მოისმენთ, მათ შორის გუშინ, კი ბატონო. მათ შორის გუშინ განცხადებაში ნახეთ რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილი შეგუებულია იმას რომ იმ უსამართლო გარემოში რომელიც დღეს სუფევს დასავლეთში არაფორმალური მმართველობის პირობებში რა თქმა უნდა არაერთი მოლოდინი არ აქვს რომ რაიმე სასამართლო გადაწყვეტილებას იმ არაფორმალური მმართველებისთვის რაიმე გავლენა აქვს და მის თანხებს ის განკარგვის შესაძლებლობას მისცემენ, მაგრამ იქვე ნახეთ რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ოჯახი აგრძელებს ყველანაირ საქმიანობას, მათ შორის ქველმოქმედებას, ასე რომ მის ნაწილია თანხისა, რომლის განკარგვაშიც ხელს უშლიან, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სრული მოცულობით ახორციელებს, აგრძელებს იმ საქველმოქმედო საქმიანობას, რომელსაც ის აქამდე ეწეოდა. პირველი რაც შეეხება თვითონ შინაარს დავისა და მათ შორის ადვოკატების განცხადებაშიც იყო ეს მოცემული, იმდენად მარტივი და არა იურისტისთვისაც გასაგები საკითხი არის და ასეთი საკითხი რომ წლები არის სხვადასხვა ასე ვთქვათ ინსტანციის გავლა უწევს, ეს თავად ეს ფაქტიც აჩვენებს, რომ ეს არის ხელოვნური პროცესი იმისთვის რომ მოხდეს დაბკოლება და ზეგავლენა ადამიანზე. რა გითხრათ იცით რა ზოგადი პასუხი თუ გაინტერესებთ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ძალიან ადრე 90-იან წლებში თქვა რომ ადამიანს თავი მარტო იმისთვის არ აქვს ბალიშზე დადოს. რა თქმა უნდა ლოგიკური დასკვნები უნდა გამოვიტანოთ იმ პროცესებიდან რომელიც საქართველოში მიდიოდა. არა, უყურეთ თქვენთვის და ზოგადად ის რაც საჯაროთად ჩანს, ესეც კი საკმარისია რომ ეს დასკვნა გამოიტანოთ ყოველგვარი სხვა კულისებში მიმდინარე საკითხების ცოდნის გარეშეც. მე ვიცი კი არა, ჩემ კაბინეტში იჯდა ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ეხლა ესკალაციაზე წახვიდეთ რუსეთთანო და გადაწყვეტეთ. ეხლა ნათელ ხარისხად თუ ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ქალბატონი დეგნანი, რომელიც 28 თებერვალს, მაშინ როდესაც რუსეთის არმია მიმდგარი იყო კიევზე და მანამდე ის ამერიკაში იმყოფებოდა, ჩამოვიდა და გვეგონა აქ რომ ხარდამჭერი პოზიცია ექნებოდა რომ ქართველებო თქვენ ზედმეტად ეხა თავს ნუ გამოიჩენთ, დიდი ომი დაიწყო და მიუხედავად ჩვენ ამ საკითხსა თქვენ ეხა ზედმეტი შარი არ გახდეთ მათ შორის ჩვენთვის, ზედმეტი ესკალაცია არ გინდათ, იმიტომ რომ მე აქეთ იქნებით მოსახედები, ნაცვლად ამისა, ეს უნდა ამას მოელი ხო ყველაზე სტრატეგიული ძლიერი პარტნიორის მხრიდან, ნაცვლად ამისა მოვისმინეთ ხელების ბაკუნი, რომ ეხლა გადაწყვიტოთ თქვენ ნათელ მხარეს ხართ თუ ბრელ მხარეს და რა ხდება სანქციებს რატო არ აწესებთ. აი ეს მოვისმინე მე პირადად ჩემი ეხლა თქვენ რა გითხრათ ეხლა ავტომატი ხელში არ მოუწოდებია არავის ჩემთვის, მაგრამ კიდე ერთხელ, როდესაც დაწყებულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი ევროპაში, რომელსაც აწარმოებს ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია და თბილისიდან 35 კილომეტრში დგას მისი არმია. და როდესაც მიმდგარია კიევზე, დაახლოებით იმ დისტანციაზე, რა დისტანციაზე თბილისთან არის მომდგარი,
აი ამ დროს რო ჩამოდის ყველაზე ძლიერი ქვეყანა ნაცვლად დამშვიდებისა, ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ აქვთ, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფენ და ჩვენთვის ეთქვათ, რომ თქვენ ზედმეტი ესკალაციაზე არ წახვიდეთ, რომ აქაც პრობლემები არ შეგვექმნას და მე აქ არ გახდეთ დასახმარებლები, ნაცვლად ამისა მოვისმინეთ მოთხოვნა, შეუვალი მოთხოვნა, რომ წავსულიყავით პირდაპირ ესკალაციაზე რუსეთთან. მოგონა ჩემი ინტერპრეტაცია. კითხეთ. ჩემი ინტერპრეტაცია რა? არა, რა თქმა უნდა. მე ისიც რაკეთეთ და დაიჭირეთ, დადექით ნათელ მხარეს, დააწესეთ სანქციები, ანუ წადით ესკალაციაზე. კიდე კარგი თქვენ და ოპოზიცია არ იყავით მაშინ ხელი. რა თქმა უნდა, თქვენი პატრონი პარტიები, რა თქმა უნდა ეთყოდნენ, რომ კი, ხალბატონო ელჩო და ახლავე ჩავკეტავთ საზღვრებს, ჩავკეტავთ ცას, არავის არ შემოუშვებთ, არავის არ გაუშვებთ, დაუწესებთ სანქციებს და აი ეხლა როგორი ნაომარი ქვეყანა. აი ასეთ თუკი აი ასეთი შტერები რო არ დახვდნენ საქართველოს, ასეთი შტერები რო არ დახვდნენ, ან შტერები, ან მარიონეტები რო არ დახვდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ამიტომაც გაბრაზდა ბევრი მერე საქართველოზე და კიდევ ერთხელ ვკითხეთ გარანტიები ამაზე, მე არა მხოლოდ ყველა უცხოელთან მქონდა, მათ შორის ევროპელებთანაც საუბარი. და არაერთხელ მithქვამს, მაგრამ თუ გავიწყდებათ, კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ როცა გვეუბნებოდნენ დააწესეთ სანქციები, ვეკითხებოდით, რომ კი, მაგრამ ამას თუ მოყვება ჩვენთან ეკონომიკური კრიზისი, თქვენ ეკონომიკურ დახმარებას გარანტიას გვაძლევთ, არა, გვეუბნებოდნენ ევროპელები. როცა გვეუბნებოდით, რომ ჩვენ თუ წავალთ სანქციებზე და ესკალაციაზე, აგერ 35 კილომეტრში რომ ჯარი არის და ამან სამხედრო კონფლიქტამდე რომ მიგვიყვანოს, თქვენ იომებთ ჩვენთან ერთად, არა, არ ვიომებთ. ხო და ამაზე ვეუბნებოდა, თუ არც ჩვენს გამო იომებთ, როგორც უკრაინაში არ ომობენ უკრაინელების ნაცვლად, თუ არც ჩვენს ეკონომიკას სოლიდარობა და ასე ვთქვათ არ იქნება ჩამოკიდებული, აბა მაშინ როგორ რა პირი დიდხო ჩვენგან ესკალაციას? ევროპამ ვერ გაიგო. იცით რა გააკეთეს ამის შემდეგ? ამ ელჩებთან იცით რა გააკეთეს? გამოგვიყვანეს აქ NGO-ები, რომელიც დადგნენ პარლამენტის წინათ, თქვეს, რომ ეს რა სირცხვილიაო, სანქციებს არ ვაწესეთ, ჯობია ბომბების წვიმაო, აი ამ სირცხვილს. აი ეს ათქმევინეს თავის დაქირავებულ NGO-ებს. ეხლა თქვენ თუ გონიათ, რომ ამ კატათაგობანებს ეხლა აქ ვერ ხვდებოდა საქართველოს ხელისუფლება, რომ იქ ერთი პირით ერთს გეტყოდნენ, საკუთარ დაქირავებულ NGO-ებს ერთ მეორეს ათქმევინებდნენ, ცალკე კიდე აქ გახსოვთ ხო რა ამბავი იყო, აქ არ იყავით? ზელენსკი ჩავრთოთ იმაში, რა ქვია, დარბაშიო, რა პანიკა ქონათ მოწყობილი და პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზი ჩაგვიკეტაო და პანიკა რო ქონათ ამაზე აწყობილი. რა თქმა უნდა, ეს იყო ესკალაციის ტალღაზე აყვანა ქვეყნის, იმისთვის რომ ესკალაციის ტალღაზე ავსულიყავით, გვეფრიალებინა სხვა ქვეყნის დროშები და ამით დაბრმავებულებმა სხვა ქვეყნის დროშის ფრიალი დაბრმავებულები წავსულიყავით ესკალაციაზე, სანქციებზე, ჩაკეტვაზე, ყველაფერზე და ამის ბოლო რა არის? ყველამ კარგად ვიცით, არის ომი და ომის ბოლო რა არის? აგერ ვაკვირდებით 28 პუნქტიანი გეგმა ხო ნახეთ 28 პუნქტიანი გეგმა ხო ნახეთ? აი, ასეთი ბოლოები აქვს, ასეთ ომს. ამიტომ ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, ასეთი ომები როგორ იწყება. ამიტომაც ავიცილეთ თავიდან, შევძელით თავიდან აცილება, იმიტომ ზუსტად ვიცით როგორ იწყება ესეთი ომები, როგორი ესკალაციებით იწყება და მათ შორის ის ფაქტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ესეც კარგად აჩვენებს. ასე მიდის, ვითომ არაფერი, ვითომ ოკოკოიტი ფანდარას, იქ რაღაცა იმღერეს და ესე ტაშპანდურით შევიდნენ პირდაპირ ომში. ძალიან კარგად ვიცით, როგორ იწყება, რაც მთავარია ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, ასეთი ომები როგორ მთავრდება და ამას ვაკვირდებით დღეს უკრაინაში. მიიღო რეზოლუცია და აღმოჩნდა, რომ ეს არა ასამბლეის რეზოლუცია, არამედ იპიპის შიდა ჯგუფი. უბრალოდ სამი დღე რაზე გვალაპარაკებს? აი მართ ხო წარმოგიდგენიათ, რა ტიპის უტიფარი ტყუილები უნდა ისაუბრო ადამიანს თან გამოდია ყოველ დღე და წარბი არ ეხება თვალს არ ახამხამებენ, ისე ამბობენ ტყუილს, ხო მარტივი ტყუილია, ხო აი მარტივი. ხო ფურცას ხო აიღებ და ზედ ხო უნდა ეწეროს EU-ს საპარლამენტო ასამბლეა და ზედ აწერია IPP. ნუ აი ხო მარტივი ტყუილი არის, მაგრამ იმდენად რა ვიცი მე ხა თავისი
მომხრეები დაზომბებული ყავთ, არ ვიცი ვინმე თუ იჯერებს ამას, ნუ ესეთი იდიოტიზმი როგორ უნდა დაიჯერო, არ ვიცი, რაც თავის დროზე გამოჩნდა კიდევაც რაც იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ რა მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ვინ რას მიიღებს, არა? მნიშვნელობა არის მაინც შინაარსი და როცა შინაარსი არის ტყუილი, იქ რა თქმა უნდა ყველაფერი არის ტყუილი.